მოგესალმებით Echo Chamber-ის სტუდიიდან და დღეს ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი სტუმარი ალექს ჩიქოვანი. მე ესე წარვადგენ ქართული ბრენდინგის ერთ-ერთი პიონერი, დამფუძნებელი, შემქმენი და მე მგონი ბევრი დამეთახმება, ვინც იცნობს და თუ არ ვიცნობს და გაიცანით და იცოდეთ. გამარჯობა ალექს, ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიე. სანდრო, გამარჯობა. ესე იგი, სანდრო და ალექს დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს, მეგობრობენ კიდეც. კი ბატონო. და არ გაგიკვირდებათ ახლა და ჩვენი თემიდან გამომდინარე, ალექს აწუხებდა ჭარბი-წონა და სანდროს დახმარებით, მაგრამ უფრო დარწმუნებული ვარ და ახლა საუბარში გავარკვიოთ ეს, რომ თავისი ძალებით, უნარჩვევების შეცვლით და უამრავი ძალისხმევით მოახერხა და ჩამოვიდა წონა დაბლა, კიდე მოდის, უფრო ჯანსაღათაც გრძნობს თავს, უფრო სიმპათიურადაც, იმიტომ რომ შემხვდა ფოტო Facebook-ზე, სადაც იძახის, ხო ეგრე იყო. ბატონო. და ნუ ამოკლედ ჩავშლით მერე და უფრო კარგად ვისაუბრებთ ამაზე. ალექს, პირველი კითხვა რაც მინდა დაგისვა არის, შენ იყავი სპორტსმენი, ხო? კი. რაგბის თამაშობდი 12 წელი, 13. ხო. და იცი რა გამიჩნდა, აი პირველი აზრი რა დამებადა, რომ როცა შენ უნდა მოსულიყავი ჩვენთან, აი სპორტსმენები ხშირად როცა ანებებენ თავს და ნუ ხა ასაკის გამო იქნება ტრავმის თუ რა მნიშვნელობა აქვს, მერე ყველა თითქმის მე მართლაც თითქმის ყველა მგონია რომ წონაში იმატებს. 99%. ალბათ, იმიტომ რომ ნუ მარტივია ენერგიას აღარ ხარჯავენ იმდენს, რამდენსაც სპორტის დროს. ესე იყო შენ შემთხვევაშიც თუ რაგბის დროსაც საკმაოდ ისე იყავი? არა, რაგბის დროს არ ვიყავი. საუკეთესო ფორმაში, როცა ვიყავი, ეს იყო 15-16 წლები, როცა 19 წლამდელების ნაკრები იყო მაშინ და მაგისთვის ვემზადებოდით, 1 წელი ვემზადებოდით, 19 წლამდელების გაფართოებული შემადგენლობა და ნუ საშინელ პირობებში, მაგრამ ძალიან მონდომებულები ვარჯიშობდით და მაშინ ვიყავი, აი მახსოვს აგწონეს ისე 118-120 კილოზე, ოღონდ ისეთი რა. ქვადარკინა. უკონო და უცხიმო და ასე შემდეგ. ბოდიში შეგაწყვეტინებ მაყურებელს ვეთქვი, რომ ალექსთან მაღალია ძალიან, ანუ წონას. ძალიან არა, მაგრამ ნუ 1.90 m ვიყავი, ხშირება დავპატარავდი. ძალიან მაღალია კი და ამიტომ წონას რომ ამბობ რომ მიხვდნენ. კი და ნუ ხო, ეხლა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაღაცა იმას რა ქვია 100 კილოთი, რავი, 6 გამეორებას რო აკეთებ და ჩაჯდომები და ისა, ეს ენერგია მიდის, რა თქმა უნდა. და მაშინ, ასე ვთქვათ, ეს ყვება ნაკლები პრობლემაა. თუმცა მინდა ვთქვა, რომ აი ახალი თაობის მორაგბეები, აი უკვე აქეთ აი მსოფლიო და ასე შემდეგ ვინც ითამაშეს, ახლა აი მაგალითად იგივე მამუკა გორგუძე მაგარ ფორმაშია ისევ არ მოუმატია და კიდე სხვა ბიჭებიც. ახლა მეტნაკ რატო მაინც იშვიათობაა ძალიან. ხო, მაგრამ აი ამათში უფრო მეტია, იმიტომ რომ ესენი მაინც უკვე სხვა დონეზე თამაშობდნენ, სხვა დონის პროფესიონალიზმი აქვს და ერთი სული არა აქვს რა, რომ დაამთავრონ და მერე ჭამონ რა. ხო, ისევ ვარჯიშობენ რა, ახლა იგივე რავი, ყველა რა იმის დაამთავრა. ხა რაღაც რადიკალურად გასუქებული და წონა მომატებული ძალიან ცოტაა სხვათა შორის. იმიტომ სხვა ცოდნაა რა. ხო, ალბათ. არა, ეხლა ძალიან შემოვიდა ისედაც ვარჯიში და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრება ძალიან აქტუალური გახდა. ჩვენ გადაჭრილი რელსებით ვარჯიშობდით ხოლმე ხანდახან ყოფილა ეგ შემთხვევები და რაღაცის ბორბლებით და რაღაცა და ეხლა უკვე ხო სხვა ის არის რა. მაგხრი ინფრასტრუქტურა ძალიან. კი, ნამდვილად. ხელმისაწვდომია სავარჯიშო. რა თქმა უნდა. დარბაზები და იმენ. ალექს, ესე იგი, მომატება დაიწყე რო დაამთავრე. რო დავამთავრე, მომატება დავიწყე ისე რა, ნენელა, არამიშავდა, უბრალოდ მეერე, кайხნის მეერე. მე მჭირდა ერთი უბედურება, რომელიც ასე ვთქვათ, სანდოსთან ურთიერთობით დამირეგულირდა მეერე, სტრესზე ჭამა რა. და მოკლედ ყველაზე პიკი იყო 2008 წელს, ჩემი შვილი პირველი იყო 2 თვის. ანუ პირველი შვილის მამობა, გამოუცდელი, ნერვიულობ, დაფეთებული ხარ და დაიწყო ომი. ამ დროს მქონდა უშველებელი კრედიტი აღებული, რომ მეთქი ბარემ ბინის ამბავს მოვაგვარებ და დაიწყო ომი და ხა ბრენდ კონსალტინგი ისედაც ქვეყანაში ვის უნდა რაღაცას იმაშვებით, მეგრულად რო თქვა პოტიკობთ და ხო ომის დროს ხო წარმოგიდგენია და აი ნუ კინაღამ გადავი საშინელება დამემართა და გამეხსნა და ნუ მერე
ეხა რო ვაკვირდები უკვე ეს არანაკლები დამოკიდებულებაა ვიდრე ნარკოტიკი და სხვა რამე რა და აი მე საშინელება მჭირდა ხა ლანჩზე შეიძლება და 20 ხინკალი მეჭამა და 2 ქაბაბი დამეყოლებია და მე უკან მოსულიყავი ოფისში და საშინელ წონაზე ავედი რა 162 კილოზე ავედი რა ეს იყო პიკი ნაცნობი შემხვდა რა მეგობარი და გავაჩერე მანქანა და ხა დიდი მანქანა მყავს რა ხა ლექსუსია რა ხო რა ვიცი და აი 5 წუთის მერე უკვე დგომა რო გამიჭირდეს ცალი იმით რო ჩამოჯდები რა ხო იცი და აი ლექსუსი ეს გადმოიხარა და იქ ცოტა ციუმაოფმა დამასხა რომ მეთქი აი ეს მანქანა თუ ეს ეშვება ესე იგი უკვე გძნობდი რა რომ რაღაც ვერ იყო კარგად ჯანმრთელობის მხრივად ჯანმრთელობით რა თქმა უნდა და დამიტოვა სამწუხარო ჯერ ეს ერთი ნუ ხა მე პირველი ხაზის მოთამაშე ვიყავი და ჩემ დროს არ იყო შერკინების დროს რომ აბა მოიხარეთ და მოიმზადეთ და ნელა შედი და იყო რა ხარუხი ვარჯიშიც არასწორი ძალიან ბევრი რამე არ ვიცოდე თიაქარი ისედაც მქონდა ხო და ამ წონამ საერთოდ გამი იმას ვიქნა ეხა მუხლი რაღაცები მოკლედ ეს უკვე წონის ამბავია რა ანუ ტრავმა მიღებული ადგილები ვიცი მახსოვს იმიტომ რომ ტკივდება ხოლმე რაღაც დროს მაგრამ ეხა აი მაინც ახალი რაღაცები წამოიღო რა ნუ ცოტა ასაკთან ერთადაც აი ამ წონამ გასაგები აბა მაშინ ახლა მითხარი რა გარდამტეხი დრო როდის დადგა როცა ლექსუსზე რო დაჯექი მაშინ ხო რაღაც ერთი კონკრეტული მომენტი იყო თუ რაღაცა არა კი იყო ერთი კონკრეტული მომენტი იყო მოკლედ სულ ვარჯიშობდი ოღონდ რა ხო იცი მეტნაკლებად ეხა ერთმანეთს რო ხვდებით ბებერი მორაგბეები დარბაში ნეტა მაშინ გვევარჯიშა როცა ვთამაშობდით ეს ამბავი არის ნუ ჩემ შემთხვევაში განსაკუთრებით და სულ ვარჯიშობდი და მოკლედ სადღაც 2000 რომელი წელი იყო აღარ მახსოვს მაგრამ მახსოვს ზუსტად რომ მცხეთის ქუჩაზე გადავედით იქ ავიღეთ ოფისი ჩემი სააგენტო და მეც და ჩემი ასე ვთქვათ ყოფილი სტუდენტი და მე უკვე პარტნიორი შოთა ჩინჩალაძე სანდროს მეგობარი ორივემ დავიწყეთ წრეში სიარული სადაც იყო სანდრო ხო და ნუ მე რაღაცას ვკაჩაობდი გიჟივით რა ტანკივით კი ვიყავი მაგრამ ნუ წონა საშინელება და მე შოთამ დაიწყო სანდროს გაყოლა რა და რაღაცების მაგ დროს იყავი 150 რაღაც ხო მაგ დროისთვის ხო 158 კილო და რაღაცა მოკლედ ნუ იმ 162-დან ჩემით რაღაცნაირად ჩამოი სხვა შორის ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდი, რომ დავიწყე ფიქრი ბარიატრიაზე რა და მინდა თქვა ამ კაცზე ხმამაღლა, ასე თქვა ბერმა რო გაიგოს, ახლა თვითონ შეიძლება ვერც გამიხსენოს, ვერც მიხვდეს, მაგრამ მოკლედ ჩემო მეგობრებმა მიმიყვანეს ესეთი ქირურგია აბულაძე, სახელი დამავიწყდა, დათო აბულაძე და იმ ადამიანმა რაღაც გამსინჯა ესა და მოკლედ მითხრა რომ სადღაც 110-115 კილო შენი წონისო არისო ხორცი ისა კუნთი რაღაცა ისა ხო და ეხა ამ სხვაობისთვის ოპერაციას არ გაგიკეთებ დედას გეფიცებიო ეს პირდაპირ მითხრა ცოტა კიდე სხვანაირად მითხრა დედას გეფიცები არ ხო და წადიო ძმაო და რაღაცა ქენ უდაიძაბებინო იშიმშილებო რაღაცა იქნებ იპოვო და ჩემით რაღაცა მოვახერხე რა ასონ მაგრამ მე ვეღარ უკვე და იმიტომ რომ ეს მქონდა ეს დამოკიდებული ვიყავი რა ჭამაზე რა საშინელებებს ჩავდივარ ბევრია რამდენი ხო იმიტომ რომ წრეს წინ იქით რომ გადაღმა იქვე ახლოში იყო ეხა რეკლამაში არ ვიცი გამომივა თუ არა მაგრამ ასორტი იყო და რომ შევიდოდი ერთ კექს ვიყიდედი და ჭამდი რა იმას ეგონა რომ ოჯახში რა როგორ გიყვართ ბილი და რამე ხო ოჯახში აბა ვფიქრობდი ხო ჩავიკესავდი ხოლმე რა ყველაფერს და მერე შოთამ დაიწყო სანდროზე მიყოლა და რაღაცა იმ დროისთვის რაღაცა უწუპუწუებს ჭამდა რა მეთქი რა ზომავ რა წონი რაღაცა და შენო ჯობიაო რომ დაელაპარაკო და შენცო მიყვეო რაღაცა და კაიხანი უბრალოდ შოთას ვაკვირდებოდი რა და მერე ხო იცი ეს ეროიციან თქმა რაღაცაზე overnight success რა ადამიანებს როგორიათ რომ დღეს დაიძინებენ და ხვალ გაიღვიძეს წარმატებულები არიან რა overnight success არა და ეს ხო წლების ის არის просто ერთ დღეს აცნობიერებ ხო და რაღაცა იყო მე არ ვიყავი ოფისში 1-4 დღე და რომ მივედი და შოთა შევხედე მეთქი ვაუ ყოველ დღე რომ უყურებ რაღაცა და
მე უკვე ძალიან გამიჭირდა რა რაღაცები დამეწყო და მივედი უკვე სანდროს მიმართ. სენსეის რო ეძახდი. სენსეისთან მივედი და ძალიან საინტერესო იყო პირველივე შეხება, რატო იცი რომ ეგრევე რაღაცა დედა რას გავხარდა რამე არ უთქვამს და რაც თავარია მახსოვს ძალიან კარგად, ხო მოკლედ ეს იყო გადამტეხი მომენტი რა ის დღე. და რო გადავწყვიტე რომ მეთქი ერთი სული მქონდა მეორე დილით როდის გათენდებოდა იმიტომ რომ ის სავარჯიშო დღე მქონდა რა ნუ რო წრეში მივსულიყავი სანდრო მენახა სხვა შორს ცოტა გვიან მოვიდა იმ დღეს და კინაღამ გადავირი ხო და მოკლედ მე მითხრა ესეთი საინტერესო რამეო რომ მიდი 1-2 კვირაო ჩაიწერე რა სჭამო რა ოღონდ ისეო რა გულსფერად მაიმუნობის გარეშეო და ვიწერდი მართლა რა ხო და იმ დროს უკვე დაწყებული მქონდა როგორი რაღაცები ეს რო არიცი კაცი უსიერი და ბნელი რო ხარ რა მაგალითად რომ მივხვდი რომ აი რა საშინელება მჭირს ლანჩზე რო გავდიოდით მე ვიძახოდი რომ მე არ შევჭამ და ვიყიდეთ 300 გრამიან თხილს ქართულს და გადავი რაკრაკებდი ხოლმე და რაღაცა და ნუ ეს რო ჩავწერე და სანდრომ ნახა სანდრო მითხრა იმ მომენტისთვის უკვე რომ ძალიან ბევრსო არ ჭამო იმ მომენტისთვის ხა მაგრამ ნუ ძალიან არასწორად ჭამო ხა ამ 300 გრამ თხილსო ჯობია 2 ქათამი ჭამო შემწვარიო და გაგახარებს ღმერთი მეუთხარი გარიცოთ და იცი რა იყო პირველი მახსოვს რომ მოკლედ რომ ვისაუბრეთ აი ესეც მახსოვს შეიძლება თვითონ არ ახსოვს რომ მითხრა რომ რა გიყვარსო რა აი ხაჭაპურიო გიყვარსო კი მეთქი აი რომელიო და რავი აჩმა მეთქი რა ესე მომიდა და მე აუცილებელია რომ ამითო იკაიფო მანდა მაინც ერთი ჟარო ნაჭამო ხვდები და მეთქი არა ერთი დიდი ნაჭერი არ გეყოფაო თან დიდი იყო გარდამტეხი რა აი კონკრეტულად ერთი დიდი ნაჭერი არ გეყო მე მახსოვს ხა ასლაპარაკ ადამიანს დავეძახე ხა სიმპათიურათო რო თქვა სიმპათიურობა ხო იცი ისეთი მცნება უბრალოდ ადამიანს დავემსგავსე რა ხო და მოკლედ მე მითხარ მე ვთხარ რომ ამ სხვა ტკბილი მიყვარს მეთქი და ხო და მე ერთი დიდი ნაჭერი მოსულაო ანუ რო გამოვედი მივხვდი რომ აკრძალული არ მქონდა არაფერი რა ხვდები და ამან ფსიქოლოგიურად იმას და სულ ყველას უყვები ამას და მე ვთვლი რომ აი ხა აქაც ვეტყვი რომ სანდროს თავარი უნარი როგორც ადამიანის რომელს ადამიანებს ეხმარება წონის კორექციაში რა კიდას და კიდაკლება ეს არის ფსიქოლოგია პირველ რიგში რა რომ არ გძაბავს არ გიგძალავს არ იმას გიშვება და ისე ხარ რა შეზღუდულად არ გძნობ თავს რა და ეს იყო ძალიან მაგარი ამბავი და იმის მერე რა თქმა უნდა ეხა მე რო სანდროს ესე 100%-ით გავყოლოდი რასაც მეუნებოდა უკვე მიღწეული მექნებოდა ის შედეგი და თქვა 4 წელი არ დაჭირდებოდა მაგრამ ნუ ხანდახან 100%-ით არა ნახე იქ ადამიანებს ხედავდი რომელმაც აი ეს ახალგაზრდა ბიჭი რო ყავდა დარბაში 4-5 თვეში 28-30 კილო დაიწყო კი მაგრამ ნუ შენარჩუნებაც ხო უნდა ჩვევების კი უნდა მაგრამ მე ხო ხტები გაცილებით ადრე ჩავიდოდი რა მაგრამ იცი როგორ არის საბოლოო ჯამში მგონია რომ ეს დიდი დრო რო დამჭირდა ერთი პლუსი ქონდა რა რომ ცხოვრების სტილი შემეცვალა თავისთავად რა მაგალითად აი რომ მივდივარ სადმე რომ ვიძახი რომ ეხა რა არის ესე გამოთქმა გვაქვს რა ის ბებერეგბისტებს ერთმანეთს ვხვდები და რა იყო ბიჭოს ბორებზე ხო არა ხარ ანუ რო ხედავს რომ ნავედანი ვარჯიშობ რო არ გივარჯიშია მისდე და ფიქრობ რომ ბორებზე ხო არა ვარ და რო წავალ სადმე მივასკდები და რაღაცებს მაგრამ აღარ იმიტომ რომ მენანება უკვე რა და კი რაღაცებს მივირთმევ რა თქმა უნდა მაგრამ ისე რა ზომიერად ალექს აი მაგალითად ახლა სანამ ჩაწერს დავიწყებდით კორეაში ვიყავიო და ცოტა მომენტ აი საზღვარგარეთ რომ მიდიხარ მან როგორ ახერხებ თუ მან ვახერხებ კი უბრალოდ კორეა იყო რომ პიკი დაარტყა რა იმიტომ რომ კორეამდე 1-2 თვე ძალიან მოვდუმდი რა ეგეც მახსოვს სხვათა შორის სანდრომ მე გამავთხილა ოღონდ მაგ მომენტში არა მანამდე და მივწერე რომ რაღაცა გავიჭედეთ ხო რა ვერ ვიკლებ მეთქი აბა რა შვები რაღაცა ოღონდ ერთი რამე ნამდვილად შემილია უთხრა რომ რასაც ვეუბნები ესე პატიოსნად ხო სიმართლე არ ვალამაზე ვიცი რომ წავაგებ რა აი წონა გამომიგზავნე რომ მეუბნება უგზავნი რა აი თქვა ვერ დავიკელი მეორე დილით აი მაგრამ მაინც იმაშვები და უთხარი რომ ისა და რა შვებიო და ნუ უთხარი რომ რაღაცეები იმასკენ და ეხა შენო რა გჭირსო იციო აი ძალიან მახსოვს ეგა რა შენო ეხა ხარო კმაყოფილი მაღაზიაში შეხვედიო ალბათო ჯინსი ჩაგეტიაო თუნდაც ყველაზე დიდი ზომა ვიღაცები გეუნებიანო რომ ალექს ვა დაგიკლია და
აიო მაგან გამოიწვიაო და იმ მომენტში აზე მოვედი გავაგზავნა. მე ისევ რა ადამიანი ხარ რა ხო ხდები და ეგ იყო 2 თვე კორეამდე, ცოტა ისე ვიყავი და კორეაში რო წავედი, იქ მაგარი ჭამა ყოფილა რა ძალიან მე არ მეგონა. მე არ მეგონა კორეაში მაგარი ჭამა. თან ის კი არა რაღაცა არა ხორცი და ამბები და საშინელი ამბავია და ერთადერთი ტკბილეული არ არის ალბათ იმან მიშველ და იქიდან რო ჩამოვედი მივხვდი რომ ძალიან გაქცეული მაქვს და ისე მივწერე რომ არიქა მიშველე ამან ისევ მითხრა ეს ამბავი რომ აბა წონა გამომიგზავნე ყოველ დღე და დაუბრუნდი ხა იმ ამბებს დაუბრუნდი და უბრალოდ იმდენად შემზარა აი ამდენმა ნაშრომმა რომ გამექცა რომ უკვე ჩემი ინიციატივით ეს 18 საათიანი ფასტინგიც დავამატე იმიტომ რომ 12-მდე ისედაც ვერ ჭამ იმიტომ რომ დილით ბავშვები მყავს სკოლაში და მე მივდივარ დარბაზში და იქიდან რომ გამოდივარ კი არის 12 საათი უკვე და გვიანაც არ ჭამ ხო? ხო, გვიან ჭამის ჩვევა არასოდეს არ მქონია. აი, ნუ აბა რა გასუქებს ხალხი მეკითხება, ვინც მიცნობს რა და სმამე არასოდეს ყვარები ეს ქართულად, ხო იცი, ყანწი და რა. არა, არასოდეს. და არც ეხლა. ღამე მე არ ჭამდი რა, მაგრამ ნუ დღე ჭამდი რა. არა, შენ ხარ გურმანი, მე აი მაგრამ ნუ აი ტკბილი და ეს ამბები, მე რო ტკბილი არ მიყვარდეს აპოლონ ბელვედერს. ალექსიას რო დააფოლოვოთ. სპორტის სასახლესთან მე დავდებოდი რა. ალექსა რო დააფოლოვოთ Facebook-ზე, იქ უფრო კარგად წერს ხოლმე რაღაცებს და მე მაქვს წაკითხული არაერთხელ, ესე იგი შენი რო ეძებ პასკის პერიოდში კარგ პასკას, ჩუჩხელ ახალი წლის პერიოდში ხარებაზე ლობია. ანუ ყველა დღესასწაულზე კონკრეტულ რაღაცა კარგს. თან ძალიან public person არის და ძალიან ბევრი ნაცნობ და მეგობარი ყავს და ყველა თანამოაზრეც ბევრი ყავს ხო და უცებ აი კომენტარები ჩამოიშლება ხოლმე და მე შევდივარ მეძებარ შენთან პასკა რომელი კი ნამდვილად დღეს აგერ დავდე სტორი დავიღუპე აი ვიღაცამ დამღუპა აი ჩემ ეზოში გვერდზე სადარბაზოს აი გვერდიდან პირველ სართულზე გახსნეს მეგრული ამბავი და დღეს იმან რა ქვია მზარეულმა ელარჯია მოწერა იმ ხელაზე რომ გადაუღე და მეთქი დავიღუპე ხო არა ვეძებ იმიტომ რომ ნახე რამ გამოიწვია ეს ამბავი რა მაგალითად ჩემ შვილს ნიკოს მესამეს აქ ძალიან კაი თვისება თუ არ შია აი რაც არ უნდა უყვარდეს რაღაც კონკრეტული რამე არ შეჭამს რა და მამა გენაცვალოს ვეუნები ზედმეტად არ უმახვილებ რომ რაღაცა და მე ეგრე არ ვიყავი რა მე აი ნუ აი საშინელება მჭირდა და ეხლა უკვე მენანება და ამიტომ თუ უნდა ეს ასე ვთქვათ გადავუხვიო გზას ეს უნდა ღირდეს ამათ ანუ გემრიელი უნდა იყოს კარგი ლობიანი უნდა იყოს კარგი და მოკლედ რასაც ვეძებ უნდა იყოს საუკეთესო და აი რომ შეჭამ შეგიძლიათ გურული ღვეზელი ხო შესაყვარელი კერძი რა არის მაშინ მოდი იცი რა ბევრია რა ბევრი კერძია ერთი არ გაქვს ხო ბევრი რომელი სამზარეულო ერთია დასავლეთი რა თქმა უნდა კი ხორცი რამე მიყვარს მაგრამ მაინც დასავლეთი ჩემთვის დასავლეთია ერთადერთი ვერ ვიტან და არ ვეკარები რაიმე სახის დამუშავებულ ხახვს ანუ საჭმელში ხახვი აი ზემოდან თუ ნედს მოაყრია ნუ თუ შემყვა არაუშავს ხა ჩემით არ შევჭამ აი კარამეზე ტკბინია არა რა მოხარშული შემწვარი რა ეს რო ვინმე გამიკეთოს და ეს საჭმელი მაჭამოს სამუდამოდ დავკარგა ესე ქართული სამზარეულო უფრო გიყვარს ქართული იცი რა ბურგერები პიცა აი მე სულ ამბობ და ვიტყვი რა რომ ხა ხანდახან ვიცით ხოლმე ჩვენ ქართველებმა თავზე ნაცრიც წაყრა და დედა რა ცუდი ხალხი პრობლემის მეტი რა გვაქვს მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი რა მე რომ მუშაობდი კომპანია GWS-ში აი GWS რო ეძახიან რა მოკლედ ამ კომპანიის მეშვეობით და აქ მუშაობის გამო ნახევარი მსოფლიო მაქვს მოვლილი მართლა რა ხა იმ დღეს თვლიდი და მე მგონი ერთი 32-34 ქვეყანაში ვარ ნამყოფი აი რა გავაკეთო ხა ყველანაირი გამესინჯავს რა ფრანგულიც იტალიური გადასარევი ხა რაზეა საუბარი დონე ხარისხი ყველაფერი მაგრამ აი ქართული არის იმიტომ არა რომ ქართული არაფრით არ ჩამოუვარდები რა ხო ხდები რა და არა რა სამბო განსაკუთრებით მას მერე როცა სწორად ჭამას იწყებ რა აი მაგალითად რას ნიშნავს სწორად ჭამა
უკვე სანდროსთან ურთიერთობიდან გამომდინარე რაღაცები მე თვითონ გადავალაგე. მაგალითად, თუ ხინკალი მომენატრება, რომ მივდივარ, ხინკლის გარდა არაფერს. აი, სალათი ყველი მანამდე სანამ არ მე იმ ხინკალს მაინც შეჭამდა, გამოდის უცუდად. ხო და თან იმდეს ვეღარ შეჭამ რა მონატრებულზე და ამიტომ აი ხო ხტები და მაგას ვიძახე ახ მაგალითად რა თუ ფხალეულია ეს ნიგზით ხო წითელი მწვანე რაღაცეები იქ ჭადი და ყველი უნდა და მეტი არ უნდა ჭამო და იმასაც ბოლომდე შეიძლება სულ სხვა შეგრძნებები ამიტომ არ ეხა იმითო არ რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ არ ვიძახი მაგრამ უამრავ შევს ვიცნობ უამრავ გასტროკონსულტანტს ვიცნობ უამრავს რა არ ყავს უამრავი მაგრამ პროფესიონალებს ვიცნობ და ხო რა ეხა უნახავთ იმათას და არ არის ხალხი რომ აი გინდა თუ არა ჩვენი რაღაცაა კაია მაგრამ მართლა არავის არ ჩამოვარდება ამიტომ ქართული მირჩევნია ესე საზოგადოდ და თუ ქართულში აი კონკრეტულად ვილაპარაკებთ მაინც დასავლეთის სამეგრელო იმერეთი მირჩევნია აი სანდროს არ სამზარეულო არ მოწონს ხორცი აი ხო მაგრამ ხო ნუ იცი რა კი ხორცი მეც მიყვარს ძალიან ხა მაგაზე ლაპარაკი არ არის ხაშლამაც მიყვარს და ხო და მე მიყვარს არ ყველაფერს მირჩევ მაგრამ ხა ესე თუ მიყვარს მე ვიძახი ყოველდღიურად თქვა უფრო ხშირად ესე მირჩევნია რა ხო რაღაც ესეთი ამბავია ალექს მე ვიცი რომ სანდროსზე ბევრი ისაუბრებ და ვიცი რომ დიდი წვლილი მიუძღვის მაგრამ უფრო დიდი შენ მიგიძღვის და იცი რა მაინტერესებს აი ეს ჩვევაში როდის მიხვდი რომ ჩვევებში გადაგივი და რა დადებითი რა თვისებები შეიძინე ისეთი რაც აი ესე გიწყობს ხელს რომ წონა შეინარჩუნო რაღაცა დიდი გარდამტეხი რაღაცები თუ მოხდა აი რასაც შეგიძლია რომ ყურადღება გამახვილო მომხმარებელს ჩვენსაც და მაყურებელს ძირითადად უჭერს აი ეს სანდროს გაყვებიან დაიკლებენ მაგრამ სანდრო სამუდამო ხო არ არის ანუ რაღაცა თვითონაც ხო უნდა გააკეთო ზოგი აკეთებს რა თქმა უნდა ახერხებს და დაფიქრება და გააზრება და ის უნდა რა დაფიქრება და გააზრება ცოტა შეხედა და უკვე რომ ხინკალნი რო უნდა და მარტო ხინკალს რო ჭამს ეგ არის აი ეს ზედონი ხო ძალიან დიდი დაჟე მახსოვს ვიღაცამ დაწერა ჯგუფში იმ ჯგუფს სუნერვები მეშლება რა აი ამის გაკეთებულ ჯგუფში რო წერენ რომ ვის მირჩევთ უკვე რაღაც რატო ყავს მიდებული ეს ჯგუფი ხო სხვის იმაზე მაგრამ ნუ ეგ ცალკეა მაგრამ მე რა არის მე ასევე მახსოვს იმიტომ რომ გარდამტეხი რაღაცები გახსოვს შეიძლება სანდროს არ ახსოვს იმიტომ რომ 300 კაცს ელაპარაკება თვეში ალბათ ხო მე მახსოვს რომ სანდრო მითხრა რომ ალექსო შენ თუ წამამყვებიო ხო მაშინო ჩვენო გძელვადაზე ვლაპარაკობთ ორ კვირაში და ერთ თვეზე არ ვლაპარაკობთ ეს უკვე მენიშნა რომ მეთქი აი რაღაც არ იყო აკძალვა ერთი და მეორე რომ გძელ ანუ მე სულ ვიძახი რომ ტვინზე იმუშავა რა აი მეთქი კი გძელვადაში ისა მეთქი და მინდა გითხრა რომ ეხლაც გამირბის ალაგ-ალაგ მაგრამ უფრო მეტად ვაკონტროლებ რომ აი ეს პრინციპი რომ აუცილებელია ერთი ჟარონა ჭამო ხო ხტები რა ხო ამითი დაკმაყოფილდი ხო ხტები ეს ამბავია და მოკლედ ჩემი პირადი ასე ვთქვათ ამბავი кейსი რო იტყვიან ეს არის რომ სადღაც 2 წლის თავზე მას მერე რაც პატარ-პატარა გადახვევით მაგრამ სანდროს მაინც მივყვებოდი უკვე გამომიმუშავდა რაღაც ჩვევები მაგალითად რაოდენობის კონტროლი სახეობების კონტროლი საკვების გემრიელის და უგემურის განსაზღვრება ზოგჯერ ვახერხებთ რომ მაგალითად ის დღეები რაც ტკბილისთვის მაქვს არჩეული არ ჭამო ის ტკბილი თუმცა მინდა გითხრა რომ გადასარევად მე ვიპრავებ ხოლმე შემდეგზე ვჭამ რომ ესეც მახსოვს რომ მესამე იყო სანდროსი და პირველი 6 თვე სანდროსგან ძირითადად შეკითხვა მოდიოდა ხო არ გშია ხტები იმიტომ რომ მაშინ დავფიქრდი რომ ხო ბიჭო თუ მოგშივდა მე ანუ ორჯერ მეც რო იმატებს ადამიანი აი ეს შეზღუდა და ფსიქოლოგიური ამბავი და მივხვდი რომ ის ტკბილიც არ უნდა გავხამდე თორე შეიძლება ვერ დავიჭირო თავი და ერთი ტორტი ჩავიდგა შემდეგ სამშაბათს რა ამიტომ თუ ესეთ ბუნებრივად არ მომინდა და წავედი მაგისკენ ხო კაი თუ არა და ნუ მე იმაშვები ხოლმე რა წყალი მშველის ძალიან ეს წყლისმა ეგეც ამ პროცესში ვისწავლე საკმაოდ ბერსვავ სხვა შორის აი ახალ დარბაზში რომ მივედი ლოჯისტიკურად ეხა წრეში ვეღარ ვივლედი თორე ძალიან კი მიყვარს პატარა ისა ოქტოპუსში რომ გადავედი
იქ აქვთ რაღაც ის აქწონიან და წყალი რამდენი რაღაც ანალიზ გიწერს და არ დამავიწყდება იმ ბიჭის რეაქცია ხა რო შემხედა წონით იმით, მაგრამ ნუ წყალი იყო გადასარევ დონეზე, იმიტომ რომ უკვე სანდროსთან ეგ ნასწავლი მქონდა და დაწყებული მაქვს და ეხლა დილას ვიწყებ მაგითი და მივხვდი რომ ყავაზე მაგარი ეფექტი აქვს, იმიტომ რომ ეგრევე გაფხიზლებს და თან გრძელვადიანი ეფექტი აქვს და ამიტომ ეს ყავა რაღაცების. მოკლედ ჩვევები არის ის რომ აკონტროლო რა სჭამ, გაიაზრო და ყველაფერი არ ჭამო, თუნდაც იმიტომ რომ გიყვარს ტკბილი მაგალითად რა, თუ არ ვარგა თუ ისეთი არ არის თუ ჩემი საყვარელ წერტილში არ მივედი და ისა მაშინ არ შევჭამ რა აი ოღონდაც კი ტკბილი ვჭამო ლიჟბი რო ვიძახით აი ეგრე აღარ შვები რა ალექს რამე დიეტა გიცდია სანდროსთან ურთიერთობამდე ყველანაირად მე მეგონა გეკიდა არა ვცდილობდი არა ეს სულ მაწუხებდა იმიტომ როგორ არის იცი ეხა მამაკაცი რო ხარ, ქალებში როგორ არის, არ ვიცი, ალბათ იგივეა. თარო რაგბის თამაშობდი, ეხა იმ მომენტში ჩემი თავი ძალიან დაკუნთული და ისეთი არც მეგონა და ეხა ესეც არ ვიყავი, მე გუნდელები მყავდა, კაცო, ესე გამოკვეთილი გეგონებოდა ხა, დავდებ თავს. ხა მას იმიტომ ვიძახი, რომ ეს რო არ მეთქვა, რომ მოусმენენ, საშინელებას დამმართებენ. ამაგდებენ ხაეში, ღადაობის ამბავში. მაგრამ მაშინდელ ფოტოებს რო უყურებ და გრძნობას იხსენებ, როგორ ხოძე იყავი, რა ჯანზე იყავი, რა ენერგიაზე იყავი, ხო სულ ვცდილობდი, რომ და ფორმები არ მოგწონს რა შენი რაღაცა ის ჩამოგეკიდა, ის ჩამოგეკიდა. სულ, მაგრამ მინდა გითხრა, რომ არც დიეტას არ ქონია მდგრადი წარმატება. რა თქმა უნდა. არც ისეთი წარმატება რა დაპირებაც იყო, რომ აი ეს გააკეთე და ამდენს დაიკლებ, ნუ არა და ნუ მე შედეგი იყო საშინელი, რომ მოვჩებოდი. და საშინელი შიმშილი და ნუ აი ყველა ის ცნობილი შიმშილი არასწორი კვება, მერეც უდაგზნობ თავს, ესა და ნუ საბოლოო ჯამში ეგ არის რა, სწორად მოიქცე და პირველი ეფექტი აი სანდროს რაღაც მე მახსოვს, მეც ესე სანდროცა გავიცანი, მეც დიეტასთან კავშირი იყო რა თქმა უნდა. და პირველად რომ მითხრა რომ რა გიყვარსო და მე პური მიყვარს, ნუ ან პურის garaში არ შემიძლია ცხოვრება, თან ყველანაირი პური მიყვარს, აი ყველაზე ცუდი პურიც მიყვარს და შეგეძლეო ჭამო და დაიკლებ და რა დავიწყე და აი მართლა ბევრი ანუ სხვა ნახშირ წყალს არ ვიღებ, არ მიყვარს რა ბურღულეულად. რო დავიწყე პურის ჭამა და ვხდებოდი თან კარგად შოკში ჩავარდი. იგივე ეფექტი მქონდა. ანუ აი პირველი ჩემი შოკი იყო რომ მე მეგონა რომ უნდა ან ვიშიმშილო, მაწონი ხაჭოვჭამო, რაღაც ესე მაქსიმუმ წიწიბურა და ეს იყო ჩემი შოკი. ხო, იმიტომ რომ აი ხო თქვი რა, პირველი ჩემი ეფექტი აი ეს იყო რომ ბიჭო არაფერი არ ამიგზალა. ხო. ერთადერთი რაც აი არაფერი არ აუგზალავს მართლა, მაგრამ რაც ჩემი ზღუდა, სხვა არ შეუზღუდია, თქვა რომ ეხა კალორიული მას ჩაჯექით და რო ჩავხედე რაღაცეებს და ისა თან რა იყო მაგარი დამავიწყდა. მითხრა რომ ბოსტნეული რამდენიც გინდა ჭამი. ამიტომ თავიდან ძალიან რო გამიჭირდა აი პირველი 6-8 თვე რა, ძალიან მიჭირდა და მაშინ იმ მომენტში ვიჯექი ტერმინალში რა და აი დედას ფიცალაბად ხალხი ფიქრობდა ბავშვები რო ქორწილში დარბიან ლიმონათი და კიტრი თვალს აი კაცი ვიყავი კიტრი დავდიოდი ესე იგი ის კაცი გაგიჟებული იყო ვის თავს ყიდულობდეს გამოხვიდოდი აბაშიძეზე და კუთხეში იყიდებოდა და 3-4 კიტს ვიყიდედი და კიტრი დავდიოდი და ტერმინალში ვინის ის ხალხი რას ფიქრობდა ამხელა ფილარმონია კაცი კიტრი ხო ანუ აი მაგან მომეხმარა რომ ბოსტნეული და ისა, მაგრამ პირველი იყო რომ არა, ერთადერთი რაც შემიზღუდა იყო მახსოვს ოღონდ ერთი რამეაო, ეხა რაღაცაო პატარა ძალისხმეო უნდა გააკეთო და აი თხილეულიო 25 გრამიო და მეთქი ეხა დღეში იტყვის და კვირაშიო მითხრა და ანუ აი მაგამბავმა დამამწუხრა, იმიტომ ძალიან მიყვარს, დღემდე ძალიან მიყვარს რა. მეც მიყვარს, მაგრამ ისე მარწივად გაგექცევა. რამდენად ჩანსაღი და სასარგებლოა იმდენად. მე ჩურჩხელა მიყვარს, შენს გიყვარს რო ვიცი. ჩურჩხელა და გოზინაყი, გოზინაღზე და ჩურჩხელაზე ხო გინახავს ალბათ ჩემი სტატუსი, რომ მე ვამბობ, რომ იქ პირდაპირ ღმერთის ხელი ურევი. ანუ მისი ნებაკი არის, ანუ გააკეთა და გადაცა საქართველოს ესე მგონია რა. და არ იგრძავა
ვიგზალა ახალ წელს ჭამ. არ ვიგზალა ჭამ და ახალი წენი მინდა აი წელიწადში რამოდენიმე მაგრამ არაფერს არ არის მარტო ახალ წელს. მინდა გითხრა რომ ტკბილის დღესაც ჭამ რა იმიტომ რომ ეხა უკვე აღარ არის ხო ისე რომ ჩურჩხელას მარტო ახალ წელს აკეთებენ ვისი ადგილები სადაც აგვისტოშიც იქნება ჩურჩხელას და ოღონდ გოზინახს უკვე ჩემითაც ძალიან მაგრა ვაკეთებ და თუ მომინდა რა უნდა თაფლინი გოზის სუმაკ და ასე ვთქვათ შევახუჭუჭებ უსებ მაგრამ ხო არა და ტკბილის დღეს ჭამ შეიძლება ცოტა გადამიცდეს მაგრამ აი ეს ფასტინგი რო დავამატე ეგ არის და ვარჯიში რა ეს კარგია იმიტომ რომ მაიძულებს რომ ვივარჯიშო რა რომ რაღაცა დამატებითი კალორიები იმას უი ალექს ვარჯიშზე მინდა კითხო ბევრი ადამიანის კითხვა არის ესეც თიაქარიო ხო ახსენე დასაწყისში და გაქვს თიაქარი თან საკმაოდ ისეთი ხო გადასარევი უხვად ხო მაგრამ ვარჯიშო კი 3 ქვემოთ მაქვს ხერხემაზე 3 კისერზე აქადა და აი რა სახის ვარჯიშებს აკეთებ ვარჯიშობ ყველაფერს გარდა ვერტიკალური დატვირთვისა რა ხო ეხა ჩაჯდომები ისედაც არ მიყვარდა რაგბის რო თამაშობდი და რა თქმა უნდა არ ვაკეთებ მაგრამ ვაკეთებ ფეხების ვარჯიშს სხვანაირად რო ზიხარ ასე მოკლედ ვერიდები დატვირთვებს სიმძიმეს წევ კი მაგრამ აი ისე რა ძალიან თხილად ერთადერთი მაინც ხანდახან მაგდებს და მჭედავს ხოლმე გაგიჟებული არის ჩემი ის ოსტეოპატივისთანაც დავდივარ ალაგ-ალაგ რო გამიჭირდება ხანდახან დამჭირვებია რომ ნემსი და სტეროიდი ისა იმიტომ ძალიან გაუჭედი ვარ და ამას მიშვება ეს ბლინი აიღე დაკიდე ისა ვცილობ რომ ხო იცი მაჰატმა განდის არ იყოს რა რომ be the change you want to see რა ამიტომ ვცილობ კი არა არასოდეს არ ვტოვებ ნავარჯიშებ ბლინებს რა ამოალაგე გადაალაგე მიალაგე მოალაგეში ალბათ რაღაცა მაინც გაგირბის მერე წონას რო იკლებ ენერგია გემატება მერე ასაკი რო გახსენდება რა ასაკი სახარ და კარგად რო გძნობ თავს მერე ხანდახან ეგეც გამირბის ხოლმე და მოდი ერთი მხრებს გავაკეთებ ვიტყვი და რაღაცა და ვერ ვისწავლე ჭკუა წელიწადში ერთხელ მაგდებს მაგრამ ვერ იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი მოთხოვნილება აქვს ორგანიზმს მერე აბსოლუტურად გუცბად ვიტყვი რომ ეს შუა ასაკის კრიზისი ყველასთან სხვანაირად ვლინდება და ნუ ჩემთან გამოვლინდა რომ ჯანზე უნდა ვიყო რა მაინც 90-იანების ისა ვარ რა ჯეელობა და ვინმე არ გამლახოს ვიტყვი ალბათ არ გაგლახო და მოკლედ და ნუ მერე ფორმები რა ეხა რაღაცები რომ გამომიჩნდა და დამეტყო წონასთან დაკავშირებით ეს რატო ფანტასტიკური მაგას რა ჯობია მაგაზე კაი არა ხო ნუ ჩემი мотиваცია ეგ არის რა იყო ფორმაში მოწონდე იმას ვისაც უნდა მოწონდე ვისაც საჭიროა имас, ასე ვთქვათ, მე შენ თვითონაც ასე ვთქვათ შენ თვითონ მოგწო შენ თვითონ მაგას აფერი. კარგი ამბავია და ნუ მე დანარჩენი ყველაფერი სიკეთეები მოყვება ამ ყველაფერს. ხასიათი ისა. ფეხითაც ჩვენ შევხვდით ერთხელ ვაკის პარკში გადიხარ როგორც კი ვცდილობ რომ ვიარო, უბრალოდ მაინც აი რაღაცა მანძილის მერე ეს თიაქარი იმას მიშვება და ამიტომ რაღაცა ისე ვარ, მაგრამ აი ხა სანდრომ კაცრად მითხრა როგორც იცის ხოლმე წყნარად და მშვიდად მითხრა მაგრამ აი 2 წელი საერთოდ დარბაში ასე თუ ვიკაჩავებდი და კარდიოს არ ვაკეთებდი რომ რაღაცა მაგრამ ეხა ასე ვთქვათ დავპირდი რომ კი და ვაკეთებ ნუ ერთი 10 წუთს მაინც ვაკეთებ რა ძალიან რომ მეზარება რამდენი კალორია და 100 დავაჭერ მაგრამ ნუ მაინც რაღაცას ვაკეთებ რაღაცა არის რა და თავისას შვება რო იყო გაჭედილი წოდება ეს ეფექტი მომცემს სანდრო ალექს არის ერთ-ერთი შენი საუკეთესო მოსწავლე რა დავარქვათ არის შეგირდი კი იმიტომ რომ ამდენ ხანი გაქაჩა და ამდენი ხანი ერთია წონაც აიბლომათ აქ დაკრემდა ყველაზე აი რაც ნიშნელოვანი და მე რასაც აი ყურადღებას აიგრა მაინდსეტ შეცრუნი აქვს სხვანაირად უყურებს ყველა ზოგი მართლა შეიძლება 40 კილოს რაღაცა 25-30 დაიკლოს ისე რომ ვერც მიხვდეს ვაფშე რა გააკეთა რა შეცვა ბრმათ რო ხო და აი ძალიან გააზრებული სხვანაირად ყველაფერს აი სხვანაირად უყურებს ამ ყველაფერს აი მე ჩემ და თავად მადლობა უნდა უთხრა შოტიკოს იმიტომ რომ
ხო, შოთა. ესე რო უყვებოდი შოთა, ხო, ესე წინ რო უყვებოდი გამოიარა ესე კი არ გზა. მითხრა რომ ხო. მიდი შენც მაო რას გავხარ და რამე ამიხსნა რა რატო უნდა მისულიყავი რაღაცები მელაპარაკა და იმანაც გაიგო და სხვანაირად შეხედა და გაიაზრა. რო და ეს მაგითო- აგიდა შოთას შოთაც ხომაში იმაში ხო, ინარჩუნებს, შოთას, ხო? просто შოთას შეიძლება იმ ხელა ეფექტი არ აქვს იმიტომ რომ ეხა ის ადამიანის სახე დაკარგულია ხო, მაგრამ იმას კიდე ცოტა სხვა მიზნები აქვს. იმას ცოტა კუნთები ცოტა ჯანზე მოსვლა უნდა, რასაც ესე წონისკნების დროს არ გამოდის და მაგაზეც ცალკე მუშაობდით, ცოტა მოიმატი არაუშავს ჭამეთან და ეგეც ეგ კაირთულია პროცესია ცოტა რა. მოიმატე როცა დაიკლებ მე ძალიან რთულია მაგრამ მე დაიკრებ აუცილებლად უკეთესად იქნები და ეგეც ცოტა უჭერს მაგის დალაგება, მაგრამ ტვიზე იმუშავა თქო რა. არასოდეს არ უთქვამს რომ დიეტაზე ხარ, ხვდები? დიეტა არის შეზღუდვა რა, ხო? არა და ფრანგულში რა კაი სიტყვა აქ იცი დიეტას, ოღეჟიმ, ჟესვი ოღეჟიმ რა. რეჟიმში ვარ ხო, რეჟიმში ვარ და რეჟიმში უნდა იყო, ხო? და იცი რატო, იმიტომ რომ მეც ხე ჩემ პროფესიიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში იქამდე მივედი რომ ბრენდინგი არის ტვინწყობა რა, როგორც მაინდსეტი ვთარგმნე მე რა. რო ეს არის ტვინწყობა რა, შენი ტვინი უნდა მომართო და ვერ მომართავ თუ თვით დისციპლინა არ აქვს და მე დავაფიქსირე და უზიარებ ამას ჩემ სტუდენტებსაც, დამკვეთებსაც და ყველას რომ თვით დისციპლინა არის უმაღლესი კატეგორიის და სახეობის თავისუფლება. როდესაც შენ თავს წესებს უწესებ და არავინ არ გაძალებს, მაგრამ მიყვები რა და მე ამას кайფი აქვს ძალიან მაგარი. სხვა შორის ის მომეხმარა ძალიან ატომიქებიც რა, წიგნი რო წავიკითხე. ეხა ხო იცი აი ცოტა how to რაღაცა წიგნები როა რა, მაგრამ ეს მართლა кай წიგნია, იმიტომ ძალიან კონკრეტული ვიცი ეს წიგნი და მეც მინდოდა წაკითხვა სხვათა შორის. დღემდე მაგით ხელმძღვანელობ, იქ უწერია მაგარი რამე, რომ აი მაგალითადო ერთ-ერთი მაგალითი აქვს, რომ სავარჯიშო წასვლა თუ გეზარებაო რა და მე სუმეზარებ. და ვიცი რომ უნდა წავეწა. ნუ დაიძაბებითო, უბრალოდ მიდითო და გამოიცვალეთო რა. ხო ხდები და და იქ რო ხარ გამოცნული რა ამა გამოიცვალე სახში ვაკეთებ, ხდები, იმიტომ და თუ ჩავიცვი ხა ბაცვია ბარემ. მე მივედი, მე მივდივარ ხოლმე ხანდახანდა ვიძახი რომ კარგი თუ რაღაცა საუნაში შევალ მარტო. მაგრამ მე ჩასმული რო ხარ გენანება და მე გადიხარ და აი რაც თავარია თუ გააზრებულა აკეთებ ამას ყოველთვის გაგახსენდება ის საოცრად სიამაყით სავსე და სასიამოვნო გზნობა დაზარების მერე რო ივარჯიშებ და რო გამოდიხარ და ფსტვენით რო იღებ შხაპს კმაყოფილი რო ხარ რო ყოჩახ გადაძანე და მე რო გადააგორებ იხსნება რა აი თავარია მივიდე და დავეგდო იმაზე დარბაზის იატაკზე და აი პრესის კეთება დავიწყო რა სხვათა შორის ბევრი ხალხს უნდა უთხრა ისა მადლობა რა ესე იგი მე დასაწყისში ვაკეთებ პრესს და არა ბოლოში იმიტომ რომ დაღლილზე მე მეზარებოდა და ერთი პერიოდი ნუ кайხანი მაგრამ დავდიოდი იმის ეგრეთ წოდებულ ბენდუქიძის აუზზე და იქ იყო ინსტრუქტორი კარენა რომელმაც მითხრა რომ მაგიო თუ გეზარებაო თავიდანვე გააკეთებო და მოშორებული გექნებაო და იმის მერე აი მადლობა კარენას თავიდან მივცხებ ხოძე 400 500 რაღაცას გავაკეთებ იმას ამას და მე მოთავებული და მე მაგარი რა არის რომ იწელები ბარჯიშის ბოლოს მე სულ ვიწელები რა რაგბისაც რო თამაშობდი შპაკად ცივждები ანუ ეს კუნთები რაღაც ისე მაგ რო ვიწელები კიდე 1.50 იქვე მივარ წამ ხოლმე რა და ეს კაია რა რამდენი ჯერ დადიხარ კვირაში მინიმუმ 4 ჯერ გადასარევი შაბათ-კვირა მიჭირს იმიტომ რომ ბავშვები მყავს მეტი და დაძინება მინდა თუმცა ჩემი ნება რო იყოს და რო შემეძლოს ახლა ყოველდღე ვივლიდი ოღონდ გადავაწყობდი ვარჯიშებს რა ანუ ორ კუნც არ გავაკეთებდი ერთს გავაკეთებდი მე ეს ვარჯიშები შენით ისწავლე თუ ყავდა თავიდან ვარჯიშები რაგბის დროს რასაც იმაშებოდით ესე იგი ბევრი რამე იყო არასწორი მე სხვადასხვა ინსტრუქტორებისგან და მე ხა უკვე ხელმისაწვდომია რა ვიდეო ისა მანდაც ისე არა აი რაღაცას გეუბნება აი გინდ კარინა იქნება თუ გიორგი თუ სანდრო თუ აი რაც გეუბნება მანდაც თუ ცოტა ფიქრი დაატანე და გაიაზრე რაც რატომ მე უკვე მარტივად სხვათა შორის აი ყველასგან რაღაცა სწავლობ რა იგივე ბენდუგიძის აუზზე იყო ასევე ინსტრუქტორი ოღონდ რაც თავი მახსოვს იქიდან ვიცნობ ჩემი სკოლელი იყო ვაკელი არის ზუკა კეკელია რომელიც ძალიან სერიოზული პრობლემებიდან 90-იანებიდან გამომდინარე გამოვიდა და გახდა ასე ვთქვათ ინსტრუქტორი და ფიტნესისა და ისა და იმან მითხრა ერთხელ არ ვიცი ნახავს თუ არა მადლობა ზუკას რომ მაგალითად ესეთ რამ მასწავლო რა კუნცაცო ვარჯიშობო
აი დახუჭე თვალები და წარმოიდგინე რომ ხელებიო არა გაქვს და აი იმ კუნთით წარმოიდგინე აი ზურგი იმისენი აუ ძალიან მაგალითია და სხვანაირად იტვირთვე და ეს დავამოღამე მოკლედ ყველაფერს უნდა ფიქრი რა ძალიან იმ ვიდეოებსაც გარჩევა უნდა ვისაც რას უყურებ რა მაგრამ ხანდახან აი კაი რაღაცა უქნია მიცდია ხვდები ანუ სუ ექსპერიმენტებში ხარ მაგრამ ერთი აი ეს წესი რაც არის როგორც გინდა ისე აკეთე. მთავარია მართლა წარმოიდგინო, რომ აი იმ კუნთით იწყებ მოძრაობას და აი სულ სხვა დაგვრეთვა. Mind muscle connection ძალიან სხვანაირად ამუშავებს. ეგრეთ ერქვა არ ვიცოდი, მაგრამ აი წარმოიდგინეო, რა იმიტომ რომ ხელებით ვეკაჩებოდი და ეხლა შენ გეცოდინება ხა უამრავი კაცი გეყოლებ, აი ზურგის დღეს მაგალითად ჩამოწევები მოწევებზე მაჯები ქონდა დაგლეჯილი რა ხო ხტები იმიტომ რომ ამით ვეკაჩებ ყოველთვის სხვა შორის აი ვინც არის ის ძალიან რთულია ბოდიბილდინგიც ვინც იცის აი კუნთს რომელსაც ხედავ რომ ავარჯიშებს სარკეში როგორ იჭიმება უფრო მარტივად იჭიმება რა რომ ხედავ აი რომელსაც ვერ ხედავ ზურგი უკან აი უკან ფეხები აი მაგ კუნთის ისე დაჭიმო რთულია და სარკიდან უკან არ გამოდის და უნდა წარმოიდგინო მან დერთვება აი mind muscle connection რომ ეს იყურებენ სარკეში ანუ მაგიტო იყურებიან ნუ ხა სარკეში რო იყურებიან რო კი როგორ არა სარკეში რო იყურები რაღაცას რო აკეთებ უფრო სხვანაირად გეჭიმება უფრო კარგად შენობა დავარქვათ ვიდრე რო არ აკეთე აბა დარბაზში სარკეში ყველა კი არ არის თავისი ფუნქცია გამიჭირდა მე რა ეს ტვინის და კუნთისისა მაგრამ მე ერთს რო დაამოღამებ მორჩა რა აი საერთოდ არ მეჭიმება არანაირი მაჯა და ხელები აი ამ ალბათ უკვე იცის სწორად როგორ კეთდება არა აი დავაკავშირე რა და მართლა მოძრაობას ამ კუნთებით ვიწყებ აი ვინცაც ეს არ უცდია ცადოს ეცადოს და მე მივხვდებით რომ აი ეს ხელები ხო ხა უნდა მოკიდო რა ხა ისე როგორ ჩამოწევ მაგრამ აი მივხვდება აი როგორი ეფექტია იცი სხვანაირი უნდა შეიგრძნოს ესე ახალი მიმისლა უნდა აი მასწავლა ზურგავ რა რომ ება მიდი და ვიღაც ყველასგან რაღაცა სწავლო რა თქმა უნდა სანდროც რაღაცებს მეუნებოდა მე მაგალითად რო არის ესეთი სტანდარტული წესია რა რომ რაღაცა ესე რა ქვია მკერდი და მხრები ან ტრიცეპსი უნდა აკეთო ამირევია მე მაგალითად გამიკეთებია მკერდი და გამიკეთებია ფეხები იმ დღეს იმიტომ ფეხებს ახლა იმხელა დატვირთავს ვეღარ ვაწევ ხო რა რაღაცა გამიკეთებია რა მაგალითად ზურგი და მე გამიკეთებია მარტო ბიცეპსი და რაღაცა და ყველაფერი გადასარევოთ მუშაობს თუ ეს მოძრაობები გაქვს სწორი რა ხო და სისტემატურად თუ არ რამდენი წენია ვარჯი გინდა არ გინდა ის პირველ მეორე თვეს და რამოდენიმე თვეში არ მოდის ეს ყველაფერი მაგასაც მოკლედ აი ეს განათლება ინტელექტი რაღაცები მუშაობს ახლა მაგალითად სუის მახსენდება რა აი ხანდახან არის ხოლმე რომ ვარჯიშობ და აუ რატო არ არის მალე გინდა და სულ მახსენდება არ ვიცი სანდრო შენ თუ გაქვს ნანახი საიმონ სინეკი როა ძალიან ნიჭიერი კაცია ერთ რაღაცა თემაზე შეუძლია ერთი სქელი წიგნი დაწეროს ან მოკლედ საკაიფოდ ლაპარაკობს რა leadership speaker-ი და რაღაცა ეს არის და სახენი გამიგია მაგრამ მაგალითი მოყავს რა აი რაღაცაზე იძახის კონსისტენციაზე ანუ თანმიმდევრულობაზე ლაპარაკობს და მაგალითი მოყავს რა აი რო წახვალო პირველ დღესო რა ჯიმშიო და ივარჯიშებო რო ჩაიხედაო სარკეში you think nothing აი ეს ლაპარაკობს ორი კვირის მერეცო you stay nothing რა და ერთი წლის მერეო უკვე რაღაცებს დაინახავ ამიტომ ამას უნდა თანმიმდევრულობაო რა ხო ანუ გერჩივნოს აწიო ანუ ივარჯიშო თანმიმდევრულობ ვიდრე ერთ დღეს მიხვიდე და რაღაცები აკეთო კი ეს ამბავი როგორც ყვებაში როგორც ვარჯიში ყველაფერში რა მოკლედ ბრენდინგში ბრენდინგში უნდა ერთ თვეში მოაყომარე ყველაფერი და გაგიცნოს ყველამ და ეს შეექმნას ეგრე არ ხდება ყველა შენ ბრენდინგშიც მაგალითად რა შეიძლება გამოვარდე ბევრი იხმაურო ატეხვა რეკლამები მიაყარო მაგრამ თუ თანმიმდევრული არ იქენი და სტაბილური არ იქენი და შენი სიტყვა და საქმე სულ თუ არ დაემთხო ერთმანეთს მერე დაიწყება გააფუჭეს მერე რაღაცა გააფანცეს ესქნეს და მერე ქელეხი რამე 40 რაღაც წლის თავები უამრავი ალექს შენ გაქვს ხო რაღაც არხი ჩენელი YouTube-ზე ალექსიკონი მქონდა ალექს ჩიკოვანის დიდი პოდკასტი და ეხა ჯერჯერობით პარტნიორი სპონსორი ვერ ქენით და გაჩერებულია ეს დიდი იმიტომ რომ ეს
მოკლედ, ჩემი თავის შეფუთვა და ბრენდინგზე რომ მიდგა საქმე, აბსოლუტურად უსუსური აღმოჩნდი და Holy Motors-ის ავალა კუბო და ნუ შოტიკოც ნიკა კუმბარია, გიორგი ავალიანი დამეხმარენ და უბრალოდ კონცეფცია იყო ესეთი დიდი პოდკასტის, რომ მეთქი სტრატეგია დიდი თემაა და 3 და 5 წუთიანი ლაპარაკი არ გამოვა თქო. ამიტომ მქონდა ესეთი რამე, რომ კომპანიის დამფუძნებელი მომეწვია, ოღონდ უფრო ახალგაზრდა თაობა და რაღაც ისეთი ადამიანები, ვის არასაბჭოთა ამბავში აქვთ გაკეთებული ეს ამბავი. მათ შორის ასაკოვანი ხალხიც არის, რა თქმა უნდა. და მესაუბრა, როგორ დაიწყეთ, სტრატეგია ქონდა, არ ქონდა, შინაგანი პრინციპები ქონდა, რასაც მიყვებოდი, მოკლედ და ასე ავალამ ესეთი რეზიუმე გააკეთა, რომ ნუ რადგან სტრატეგია დიდი თემა არისო, რადგან გადაცემა იქნება დიდიო, საათზე მეტი, საათნახევარი, ზოგი ძალიან საინტერესო წარიმართა 2 საათიც. და შენს დიდი ხარო, მოდი იყოსო რა, ალექს ჩიკოვანის დიდი პოდკასტი. ხო, ეს გაჩერებულია, მაგრამ მეტნაკლებად უფრო ადვილია ეს ალექსიკონი, რაც ახალია, ანუ ლექსიკონი, ხო, Instagram ის არის, ჩემი Instagram ის არის, სადაც 3-2 1-წუთიან ვიდეოებს ხდებ და რაღაცებს ვაზიარებ. ხო, ძალიან საინტერესო, ზოგადად ბრენდინგი ხო ძალიან მე ძალიან მიზიდავს და ძალიან მაინტერესებს და შენი სმენაც და ამიტომ მინდოდა მაყურებლისთვის მეთქვა რა. კი, ალექსიკონი და ვცდილობ რომ გავაზიარო, იმიტომ რომ აქ იაპონელებს მიყვები, იაპონია ძალიან მიყვარს საერთოდ დამოკიდებულებებიც, იმიტომ ეძახი სენსეის ამასაც. და იაპონელების კულტურაში სწავლება არის ყველაზე დიდი საჩუქარი. ანუ ყველაზე დიდ საჩუქრად ითვლება სწავლება რა და ამის გაზიარება, მოკლედ, რომ იქ თავის ამბებში, რომ მოკლედ ვალმოხტილი წახვალ ამიმიდან და ეხა ყველა ჩემი სტუდენტი ხო ვერ გახდება, ეხა ესე ცალკე კურსი ძალიან იშვიათად მაგ და უნდა ჩააბაროს. ამიტომ რაღაც ცოდნეებს ვაზიარებ უფასოდ და უსასყიდ გადასარევი. ალექს, შენ რო უამრავ ადამიანს იცნობ, მეგობრები და შემდეგ მაგაზე მაგ ვახსენა და ამ ხალხის ისევ წონას რო დაუბრუნდეთ, ამ ხალხის რეპლიკები გამოთქმა შენი შეფასებას შემდეგ როგორ დადებით თუ არ ყოფით თათმოქმედებდა შენზე, აი როგორ გასუქებულ ხარ ან როგორ პროცესში ხო იცი რა როგორ გასუქებულ ხარ როგორ მოგიმატია ნუ ეხა ურთიერთობას გააჩნია ვიღაცას უთქვია რომ რას გავხარ შეჩემა ან რაღაცა ცხოველი რაღაც კი მაგრამ ამაზე სახიფათო და ცუდი და ნეგატიური საბოლოო ჯამში მე რო ახლა ვაკვირდები შეიძლება ხა იმ ხალხს ეწყინოს მაგრამ მადლობელი ვარ რა თქმა უნდა მაგრამ მოკლედ ესე ვიტყვი რა სახიფათო ცუდი კი არა ყველაზე სახიფათო აუ როგორ გამხდახარ ამაგარ ფორმაში ხარ გადუ აი ხო აი ეგა აი გადუნებს დამღუპელი მაგიტო დავიწყე რა იმიტომ მეთქე ხა შეხარ ყვაყოფილი რა ეს ვიყურა ვერ ლაპარაკი ხო არ უყვარს ხა გადაცემაში ვარ ხა არა მიყურა და აუ ალექს ხა შეხარ ყვაყოფილიო რა ხო აი ეს არის უსახიფათესო ამბავი რა ზუსტად მაგის თქვა მინდოდა მაგიტომაც ვიკითხე ნუ ხა გასუქებულ ხარ ჩემთვის და ქალისთვის ალბათ უფრო ის არის ვიდრე კაცისთვის მაგრამ როგორ გამხდარ ხარ არის მოდუნების ერთი როცა ამ პროცესში ხარ და ეს არის შენთვის რაღაცა მიზეზი იცი რა დასრულ ასაკში ფორმას რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს მე ყოველთვის მქონდა ეს პრობლემა ურთიერთობებში და უხიაგი კაცის რეპუტაციაც მაქვს რო რაღაცა მაგრამ თქმის ფორმას მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა და ამაზე დღემდე მუშაობ მაგრამ იცი რა დასრულ ადამიანს ხანდახან კი უნდა უთხრა რომ რას გავხარ რა ნუ გაჩნდა ურთიერთობასაც ალბათ ხო ნუ ხა რა თქმა ხო უცხო კაცს ვერ ეტყვი მაგრამ არა კი უნდა უთქვა მაგრამ ზოგჯერ არის რომ აი change management-ში რაც სულების სტრატეგიის ნაწილია ერთ-ერთი მიმართულება პირდაპირ ესე წერია fist change რა ხანდახან უნდა აი მაკედონელები და ამ კვანს ხმლით გაჩნდა კი ზოგჯერ უნდა უთქვა რომ რას გავხარ აი რო უთქვამთ შენთვის სანამ შენ თვითონ რაღაც პირდაპირ შეიძლება არ შეგიცვლია მაგრამ გრჩება სავარაუდოდ ხო რა აი უკან დარჩა და დაიწყო თუ აზროვნებ ცოტას მერე მიხვდები რომ ხო ნელ-ნელა რაღაცა დატოვებს მოკლედ მაგრამ აი ყველაზე სახიფათო აი შეიძლება რომ მოწყდე რაცები და ნარი რომ აუ როგორ გამხდარ ხარ და იმ დღეს რო უტრიალებ და იმ დღეს ეგრევე დაფიჭვა აი ხო მითხარ ერთი რა მოხდა და ეს ერთი რა მოხდა არის ეს მახსენდება ნახე კიდე არა ამგრძალავი რაღაცეები რო გააკეთა სანდრო კიდე ძალიან მაგარი იყო რომ მითხა რომ თუ შარაფში მოხვდებიო შეუბერეო ძმა
მეთქი რეებს მე თან ეხა მეგობრულად გამიკეთა რა და ეხა თქვენ მაყურებელი ეხა ნუ ჩათვლის რომ ყველას ესე გაუკეთებს მაგრამ ნუ მე ფული არ გადამიხდია ხვდები და ბიჭო მეთქი რეებს ფულს რო ვიხდი და სერიოზულებში ჩავარდებოდი რომ მეთქი რატომ აყრევინა მიდიო და აი რომ პირველი ორი კვირა არ დაარღვიო მე ოღონდ მეორე დღიდან გამიგზელიო და სხვა შორის ამითაც ხელმძღვანელობ რა და ერთი დღე ვაგენი ჩემით რა ჩემი მეგობარი არის ასევე აი ვინ რას გეტყვის რა ხო ხდები აი ნატაშა ზაქარეიშვილი რა ჩემი ბავშვობის მაკაცის ბიძაშვილია და მეც ესე ვიცნობ და სუწონა ისიც ებწვის ესე რაღაცა და იმან მასწავლა ესეთი რამე რა რამე რო გინდაო რა და აი უნდა დაარღვიო აი თქვიო რომ ბიჭო აგერ არ არის ხვალ ხო შევჭამ აუ რა მაგარი რა ხვალ ხო შევჭამ სადგარბის და მეორე დღეს არ მიჭამიებ და არ მახსოვს უბრალოდ ის წუთიერი ამბავი თუ დაძლია რა ხო და ეს ღირს ამათ ხალხნო მინდა ჩემი გამოცდილება გაუზიაროთ იმიტომ რომ აი ამდენი ფიქრი და ეს ძალისხმევა თქვა აი ამ შენ ჯამრთელობაზე ზრუნვის ხო სხვა თუ არაფერი კალორიებს წვავს იმიტომ რომ ფიქრი კალორიებს წვავს და მანდ წაგეშველება 150-100 კალორია რა კი ნამდვილად იცი მაინტერესებს აი კიდე ბევრი და სხვა შორის ბოდიში გაწყვეტინებ მაგრამ ამ ყველაფრიდან გამომდინარე მე პერსონალურ ბრენდინგზე რომ დავიწყე საუბარი და გამოსვლა და რაღაცა აი ესეთი სიტყვა გამოვაძრე მოკლედ პერსონალურ ბრენდინგი არის თვითქმნა თქო რა იმიტომ რომ ეს თვითქმნის შეგრძნება მქონდა აი ამ ჩემ თავზე მუშაობის, მაგრამ ტვინზე მუშაობას თვითქმნა არის რა და სხვა სლაიდი მაქვს თვითქმნა წერია და ვიპოვე ფოტო ეს კაცი ჩაქუჩით ესე იგი წელს ზემოთ ყველა ის ქვემოთის ქვა არის და თვითონ თლის რა ყველაფერს და აი თვითქმნის პროცესი და ამ თვითქმნის პროცესი თუ იკაიფებ მაგარი кайფია რა შედეგებს რო იღებ ძალიან მაგარი თან შენ თვითონ ვერ ვაკეთებ რო იაზრებ რო ხტო გადასარავი კი ძალიან მაგარი რამეა ალექს რისი კითხვა მინდოდა იცი აი ხალხს აინტერესებს ეგ კალორი ჯერ ძალიან ბევრი ადამიანს გონია კალორიების დიეტა კალორიების თვლას ეძახიან კალორიების დიეტას თუ რაღაც ეგეთ უცნაურს და მე აქვს როგორი კითხვა ხოლმე იცი მთელი ცხოვრება უნდა ვითვალო? მთელი ცხოვრება უნდა ავწონო? აი შენ მაგალითზე გითხარი? ანუ კითხულობენ ბუღალტერია შეგვეტანა თუ არაო? ალბათ. ხო, ნაწილობრივ ბუღალტერია შეგეტანა, მაგრამ ეს არის თვითქმნის პროცესი, მაგრამ როგორ არის, იცი? რაღაცებს მე თვალითაც იმახსოვრებ რა რამდენი წონი. აი ახლა შენ დილით გაიღვიძე მიირთვი თუ ჯერ არ გიმიგირთვი, ნუ ამიშალა გუშინ. გაგიკვირდება და ჯერ არ მიმირთმევია, ჯერ კალორია არ მაქვს. არა, იმიტომ რომ ვერ ვასწრებდი რაღაცა კარგად ჩამჯდარი ამბა, ჩქარა არ ჭამო, მითხრა და ამიტომ მეთქი უცებ არ მინდა წავალ სანდროსთან და მე მეთქი მივხედავ ჩემ თავს. კი ბატონო, გუში აწონე? გუში ხომ მიირთვი? აი აწონე? კი. ზოგჯერ წონი, ზოგჯერ არ წონი. თუ არა მაქვს, ეხა იცი როგორ არის? რამდენი წენია რო აკეთებ უკვე პირველი წელი ვაფშე საერთოდ იმით დავდიოდი რა, კონტეინერი დამქონდა. კონტეინერი დამქონდა აწონილი, გამზადებული. სხვათა შორის მადლობა სანდრო და ამ 64 წელიწადში კეთებაც დავამუღამე და მაგალითად ჩემი შვათანაშვილი მეუნება რომ ყოჩახ მამა ჩემო სკამზე დამდგარი ხან სენდვიჩი იმას გავუკეთებ რაღაცები დავამუღამე და ვაკეთებდი და მიმქონდა რა მაგრამ მე რო დავიმახსოვრე რა რამდენი აი ხა გარეჭამა სახიფათოა ნამდვილად მაგრამ შეიძლება რა რომ იმაში ზავიდენიას თხოვო რომ იცი რა აი ზეჩი არ შემიწვათ რაღაცა და მე იცი და ყველაზე უსაფრთხო არის რომ ხორცი მცილა უნდა მიიღო და ნუ გარნირი თუ რაღაცებში ეჭვი გეპარებას ისა ბოსტნეული და მორჩასო გამოსულა აი სუის აქვთ ხოლმე რომ აი თქვა ერთი წენი აკეთა და აი ყველას ყოველთვის რატომღაც გონია რომ აი რაღაცა მთენ არა აი მე ერთი წნის განმავლობაში ცოტა აი სხვანაირად უყურებ ხან იგივეს გესწავლობ რომ აი რაღაც 100 გრამი ამდენია ხან ერთ და იგივეს რო ჭამს აღარ გჭირდება აი ყველას რატომღაც ისა რომ ხო რა და მთელი ცხოვრება და გონივრული კვება სხვა ჩერს ალექსა
მოგწერა ძალიან ადრე გონივრული კვებაზე რომ რაღაცა სტატია დაწერე მე იმ ჯგუფში დაწერე შენ რომ ეს რა კაი ტერმინია mindful eating-ი კარგად გადათარგმნე და დააპატენტეო მე სხვათა შორის არ დააპატენტე და ეხლა ყველა ხმარობს მაგრამ მოკლედ ამით იმის თქმა მინდა რომ გონივრულ კვებაზე გადასვლაც ძალიან მე მაგალითად აი ახლა ვარ გონივრულ კვებაზე და საერთოდ არ ვწონი არა ვწონი ხოლმე როცა სახში ვარ და ის მაგრამ თუ არ ვარ ძალიან მარტივად ისედაც არის რა პერიოდები არის ზოგჯერ აი ძალიან რაღაც გაჭედა და ცდილობ რაღაცა ცოტა მეტყურადღებას უფრო ზუსტად იზა ცოტა რომ ისე ხარ ცოტა არაწვენ ცოტა ის ხარ გარეჭეჭა პროცესის ის ნაწილი არასაჭირო კვების ამბავია კიდე ერთხელ ვიძახი ხა აქ არ მინდა ის სახით რომ არა გამირბის რა თქმა უნდა მაგრამ ძირითადად ხო აი არასაჭირო კვებას იცილებ თავიდან და არასაჭირო რაოდენობას რა ეხა კი დამჭირდა ერთი 6-7 თვე მაგრამ მე მივხვდი რომ ხო 200 გრამი ხორცი საკმარისია რა იმისთვის რომ ანუ მე ხო ეძებ რაღაცეებს ბუდისტი ბერები როგორ იკვებებიან იქ წაიკითხავ რა ჩვენი წინაპრები როგორ იკვებებიან ხო ჯერ ეს ერთი ხელმისაწვდომი არ იყო ბევრი რამე მაგრამ თუნდაც ეს მარხვები რატო იყო რის გამოკეთებოდა სისხლის გაწმენდა რაღაცეები უამრავი კომპონენტი იყო ხო რაღაცეები რა ვიცი ეს ჩურჩხელა რატო მიქონდათ საომრად თურმე რომ ეს კვებითი ღირებულება აქ ისა აქ და ხო ხტები რა 10-დან 20 კილოიან ხმალამდე რომ უნდა ხო ეხა მარა ნუ ეხა და მე ეხა 1000 დოკუმენტური ფილმია ხო რა ეს ინდუსტრიები როგორ ჩალიჩობენ რომ კი გაჭამდა მე რო თქვი რომ კვება არის დამოკიდებულება მართლა დამოკიდებულება იმიტომ რომ მე მყავს მეგობარი თვალი არ ეცეს ძალიან დიდხნიანი დამოკიდებულების მერე გამოვიდა და ფხიზლად არის რა და მე თვითონაც ასე ვთქვათ ეხა მენტორია და ჩართულია ამ ამბავში და მასთან საუბრით გავიგე ბევრი რამე რა ეს დამოკიდებულება მე მივხვდი კიდე წავიკითხე რომ აი ესე იგი ორი რაღაც ტკბილი და ნუ ეს ყველი ყოფილა კოკაინის დედა ვატირე ეხა ჩემი შვილი ეკონტაქტება სანდროს და იმ დღეს მითხრა რომ მამაო ძალიან მწვენიაო რაღაცაო მაგრამ სანდროს უთხარიო რომ ყველზე ვარს ვერ ვიტყვი და პრობლემატე და რა ხო ხტები რა მე სულ ამოვიღე თითქმის სულ ამოვიღე ანუ ნუ ეს ახლა როცა გოგექცევა და სულ მაგას ვებძვის ხათა შორის არა ცოტა არ გამოდის მე თავი ყველი თუ გადავაგდე შეიძლება ამერიკის პრეზიდენტის ყავდა მე გადავაგდე მაგაზე დიდი გამოწვევა არ მგონია ანუ წასასმელებით და იმებით ჩავანაცვლე მაგრამ ის ყველი რაც მე მიყვარს გუდის ყველი ხარხნული ყველი სულგუნი ყველა მიყვარს მე ვითომ სანდრო ვარ და აუცილებელია რომ ბევრი ჭამე ფინანსები არ გეყოფა და ჭადის თუ გამოცხვა ხო საერთოდ ხო ნუ ახლა ხანდახან მეც ისა მაგრამ ნუ იცი რა მთავარ მიზანს რომ მიაღწევ მე უნდა გაუფრთხილდე უბრალოდ ახლა მე იმიტომ რომ კმაყოფილებაში არ გადავარდე ისე ბარემ დაუბრუნდი ჩემ მიზანს ეს ანდრო მითხრა რომ ეგრე არ ვქნათო მაგრამ ნუ ეხა ეს ერთი რაღაცა სარუჯერებ ანუ არ დაასახელო ციფრიო სადამდეც გინდა იმიტომ რომ იქ რო ჩახვალო მე შეიძლება იმას ქნასო რა გადაიკეთო მაგრამ ორნიშნა ხო ორნიშნა ოკეი ოღონდ ეხა რაღაცა ეს ორნიშნა დარწმუნებული ხარ მეგრული მერულად ფინტაო რა არა ორნიშნაზე არა აი ისეთი რა ერთიანის მერენო 0 იყოს რა ხო ხტები და ნუ 100-ის ფარგლებში რო ვიმოძრაო ეგ 10 კილო აი ზუსტად იქნება ხო ეგ 100 და 10 სანდრო ходი სადღაც ხუთი მოიმატე არაჯანსაღი თუ ჯანსაღი წონა არაჯანსაღი აი ორნიშნა იქნება სავარაუდოდ სხვათა შორის ეხა რო ხელდება რაღაცები რო იკვეთება რო თურმე ქონია რაღაც კუნთები ხო იმის დაკარგვაც მენანება ამიტომ ორნიშნა გადავიფიქრე რა ნამეტანი იქნებოდა მაგრამ ნუ აი სადღაც მაგ ფარგლებში კაი იქნებოდა რა კარგი ნელ-ნელა ჩვენ უკვე უნდა დავასრულოთ მაგრამ მანამდე მე და სანდრო მოვამზადეთ მოკლე კითხვები კი ბატონო და მოკლე ნუ შენ თუ გინდა ვრცლად გვიპასუხე არ არის მაგას პრობლემა რჩევა დიეტაზე რომელიც მოგცეს და გაგეცინა რჩევა დიეტაზე რომელიც მომცეს და გამეცინა ვიღაცა ძალიან ჭკვიანი არ გამოხტა შენი ამ ჯერნის დროს ისა რა პური არ ჭამო და ღამე არ ჭამო ოკეი და მაგაზე ბევრი ვიცინე იმიტომ რომ პურიც არ მქონდა ნაჭამი და ღამეც რა ვიყავი იმასავით რა ქვია პარლამენტის შენობაზე მეორე რის გარეშე იქნებოდა შეუძლებელი შენი წონაში კლება
აი მტვინწყობის გარეშე რა, ანუ ტვინზე მუშაობის გარეშე, რაც სანდრომ გააკეთა. მოკლედ მე შემიძლია ვთქვა, რომ სანდროს უნარები რა, ის კი არ არის რომ რა ჭამო და რა არ ჭამო რა, ეხლა დიდი არაფერი ის ჯადოქრობა იქ არ არის. ეს არის ტვინი, რომ საარაბში მიხვალ კი ბატონო, მაგრამ მეორე დღეს გააგზელე, მაგრამ ის აი აკრძალვებში რომ წნეხში რო არ ექცევი, მე ნებაყოფლობით მიყვები ამ ყველაფერს. მაგის გარეშე არ გამოვიდოდა რა. კი ბატონო, მოულოდნელი დადებითი ეფექტი, რომელიც წონის დაკლებას მოყვა. ეს ენერგია იქნება ვიზუალური ძალიან ბევრი ეფექტი, ვიზუალური ეს ყველაზე მოულოდნელი რა ენერგია. იყო? აი რას არ ელოდებოდი? Ну, алаг-алаг ვა რა სიმპათичный გამოიყურები მაგას. ჩემთვის ენერგია, ნუ ხა მე დიდი წონა არის არა, ის ნუ, რომ ხო, მაგრამ აი ენერგიას რომ მომატებდა ეგ არ ვიცოდი და ხო, არა, ენერგიის ეფექტი ვიცოდი რომ მოვიდოდა და ვარჯიშის და იმის გამო, მაგრამ ეს ცოტა რაღაცა ისე რომ შეგხედესო რაღაცა ეგ უკვე ხო. ძალიან კარგი. კარგი, აბა ერთი სიტყვით რომ აღწერო შენი წონის კლების journey მოგზაურობა. ერთი ერთი სიტყვით სიტყვით თუ შეგიძლია. თვითქმნა. თვითქმნა. ძალიან მაგარია. აუ, აი მაგარი кайფია. შედეგებსაც რო იღებ, რომ მუშაობ შენ თავს. გამოძახებული კერძები გიყვარს? გამოძახებული კერძებს გააჩნია. ხო, მაგრამ ვერიდები რა გამოძახებას, იმიტომ რომ მე იქ შეიძლება გაგექცეს, მაგრამ გააჩნია რა, ხანდახან აი ფიზკულტურას ვიძახებ ხოლმე ალაგ-ალაგ. რო ხვდები რომ ჩემი თუ რაღაცები გამექცევა, ეს მოდის რა გამზადებული. LRG თუ საცივი? LRG. საცივი არ მიყვარს გაგიკვირდება და არა. ჩემი არის ტოპი, პირველი ან მეორე. მე მგონი ბავშვობის ტრამვა, იმიტომ რომ სადღაც მაგ ნანახი და ჩამრჩა. აი მახინ ჯინდაურს და მე ამისგან რო ისწორდი გაიჩა. ზოგადად ინდაური არ გიყვარს თუ საცივი? აი ნუ რაღაცა ცუდი პროცესი შევესწარი და იმის მერე ვერ, მაგრამ სხვა შორის ჩემმა რძალმა, ასე ვთქვათ, ჩემი დედაშვილის ცოლმა მაიკო დოლიძემ ნელ-ნელა გადამაგორებია ეს ამბავი, იმიტომ რაღაც სხვანაირად აკეთებს, აბლენდერებს. კიდე რა მაქვს, იცი? ერთ-ერთ საცივში შემხვდა აი ეს გამჭირვალე ხახვი მოხარშული და ხახვი უნდა საცივს ნეტა არც ვიცოდი. უნდა ოღონდ აბლენდერებს და მოკლედ ეხა იმаш, მაგრამ ნუ LRG ეხა. რა ვიცი. საიდან იწყება დისციპლინა პატარა ჩვევით თუ დიდი მიზნით შენ? პატარა ჩვევით. აი ატომური ჩვევები, ეს არის პატარა ჩვევი. სანდროს ასე ვთქვათ მენტორობაც იყო ეს პატარ-პატარა ჩვევები რა, არა აკრძალვები და ესექენი, პატარა ჩვევით, იმიტომ რომ ეს გრანდიოზული ამბები არასოდეს არ გამოდის. სხვათა შორის დიმიტრი ზუნაძესაა გადასარევად აღწერილი ეგ აი ქართველების დახასიათება, დაუნდობელი დახასიათება, აი ნუ ის იქვე რო იყოს შეიძლება გაიწიო, მაგრამ ნუ ისეთი სიმართლეა და იქ არის რომ დიდი საქმეები და მალე ქრებიან და პატარა რა, პატარას მოაქვს თანმიმდევრულობა, სტაბილურობა და ასე შემდეგ და ჩვევაში გადასდა. ო პატარას დიდი მოაქვს. პატარები რა. როგორ ამხნევებ თავს, როცა წონა ჩერდება? სანდროთი. სანდრი გრავა ხარ? გავიჭედე. მესიჯის მიწერი. მესიჯის მიწერი, ხო. მაგრამ ნუ მახსენდება რა, რომ იცის და შეიძლება მოიმატო კიდეც ტანსაცმელი კი პატარავდებოდეს, მაგრამ ციფრი დიდი იყოს. მოკლედ რაღაცები ვიცი რომ არ უნდა დავპანიკდე რა, მაგრამ ისიც ვიცი და გულსფელად ვაღიარებ, რომ როცა დასაპანიკებელია და მამეტანი მომივიდა, მაგ დროს როდის არის რა. გასაგებია. რამე ერთი კონკრეტული წესი თუ გაქვს ჩვევაში, აი რომელსაც no matter what რო დაიცავ, აი წყალი. წონის კლებაზე თუ ლაპარაკობ, წყალი უეჭველი რა. ისე არ დავიძინებ, რომ 1-3 ლიტრი არ მქონდეს დალეული დღის განმავლობაში. ყველაზე უსამართლო მოლოდინი საკუთარ თავისგან რა გქონდა? ყველაზე უსამართლო მოლოდინი რა ვიცი, ისევ რომ შევძლებდი რაღაც სპორტულ თამაშობებს რა, ფეხბურთი, რაგბი, ხანდახან რაღაც, მაგრამ ნუ კი იკლეფისა, მაგრამ ვერ რა. რომ ცადე და დამაგდო. მაგრამ თიაქარია რა. ხო, კი, ნამდვილად. შენი წონის კლების გზა რომ სერიალი იყოს, რა ჟანრი იქნებოდა? სერიალი რო იყოს, იქნებოდა იცი როგორი ჟანრის? აი
სპორტული ან რაღაცა ისეთი მამოტივირებელი სერიალებია, რომ სპორტაში რო იგებენ და უკიდურესი პრობლემიდან რომ ამოდის ტიპი და მაგარი ტიპი ხდება რა. კი, ნაღდადეგ იქნება რა. ხოც ესეთი ბრაზილიელ ფეხბურთელებზე რო სერიალებია რა. რო ძინავს და ვირთხარო თავზე აზის და მე მაგრად რო არის და რა, ხო. ეგ და კაი შეგრძნება, ანუ ეს ნიშნავს, რომ ისეთი კაი შეგრძნება გაქვს აი ამ პროცესში სასწაული. კი, მაგარი, იმიტომ რომ ბევრი სიკეთე მოიტანა რა. აი უკეთესი ხარისხის ცხოვრება, მოდი ესე ვთქვათ, ნამდვილად. ხო. და ბოლოს რა რჩევას მისცემ ადამიანს, რომელიც ახლა იწყებს? რჩევას მივცემ, რომ საბოლოო ჯამში რაც არ უნდა მაგარი სენსეი ყავდეს, მის მაგივრად ვერავინ ვერ დაიკლებს და ვერავინ ვერ გააკეთებს და ამიტომ ჩემი რჩევა კი არ იქნება რჩევა არ მიყვა, აი suggestion შეთავაზება, რომ მოდი რა გაიაზრე რამდენად მაგარი ამბავია, რომ ჯამთელი ხარ, კარგად გამოიყურებე და დაიწყე საკუთარ თავზე ტვინზე მუშაობა და იცოდე რომ წამიერი სიამოვნება კლავს გრძელვადიან შედეგს რა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ალექს. ვიცოდით რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა შენთან საუბარი. აი ამ რაღაცებზე მალაპარაკეთ, უამრავ ადამიანისთვის მადლობა გადამახტევინეთ. კი და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარები აი შენი გულახდილი ისტორიით და რთული არაფერი არ არის ტვინის გადაწყობაა და მინდა გითხრათ რომ ამ თემაში რომ ტვინის გადაწყობა დავიწყე, მე სხვა თემებზეც გადავითანე რა. ანუ იჭერ მუღამს როგორ უნდა გადააწყო ტვინი რა. ზუსტად ეგრე ვიყავი მეც და დამოკიდებულებები როგორ უნდა შეცვალო რა. და ძალიან მაგარია. ძალიან მადლობა. მადლობა თქვენ. კითხვა ის. ჩვენ გვაქვს ეს ტრადიციული კითხვა, უბრალოდ უკვე ცოტა მეცინება ამაზე, იმიტომ რომ ყველა დღე გავს ერთმანეთს. ეს თითქოს გვინდა რომ დავაცვლოთ ხოლმე ყველა ეპიზოდი ამ კითხვით. რა ქენი დღეს შენი ჯანმრთელობისთვის? რა გააკეთე დღეს? ვივარჯიშე დილით. პატიოსთან ვივარჯიშე. აი რომ მითხარი როგორ ამოტივირებ შენ თავსო, ხო? აი კმაყოფილი რო ამთავრებ ვარჯიშს, ხო? პსტენით რო შხაპს იღებ, კიდე თან ესეთი რაღაცა დავამოღამე, რომ აი მაგალითად რომ მივდივარ და ვიღაც ნაცნობი მოდის დარბაზში რა რომ всё წავედი გაბარებ დარბაზს ვეუნები კალთასაზე ვარ მე პირნათელი ვარ ქვეყნის ერის და ბერის წინაშე და ღმერთის წინაშე ვიდა მოდი აქ დავასრულოთ ჩვენი აღარ გვინდა ამიტომ დღეს დილით ვივარჯიშე პატიოსნად პირნათელი ვარ ღმერთის ერის ბერის წინაშე ხალხის წინაშე ამდენ ყავდა ძალიან მაგარი ალექს ჩიკოვანი ბრენდინგის мама, როგორც თქვენ და საუბარშიც ეთყობოდა პრინციპში. მადლობა. აბა კარგად.